10 ნოემბერს რეალურ სივრცეში გაშუქდა ნომერ მე-6 საბავშვო ბაღის პრობლემა. სადაც საუბარი იყო ბაღის პედაგოგის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს თუ როგორ ეპყრობა შეურაცხყოფელად აღზრდელი აღსაზრდელს. დღეს ჩვენ ისევ უბრუნდებით ამ თემას, პედაგოგი, რომელმაც ეს მასალა გადაიღო და გაავრცელა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 5-კაციანმა კომისიამ გაანთავისუფლა სამსახურიდან გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, უკვე მიღებულია და ამას გვიდასტურებს ჩვენ მამუკა შამილაშვილი, ბათუმის გაერთიანებული ბაღების დირექტორი. ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს, თუმცა ესეთი ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანებმა მოგვაწოდეს. მოვისმინოთ ნაცია ცინცაძის და მისი ადვოკატის კომენტარი ამ თემაზე. 7-ის ნახევარზე იყო თათბირი გაერთიანების იურისტი გიორგი სურმანიძე არაფხილ მდგომარეობაში, ნასვა მდგომარეობაში. მე ასე მიმაჩნია, რომ ეს უკანონო არის. იურისტი იყო არაფხილ მდგომარეობაში და თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ნათია ცინცაძე უკვე არ იყო მაგათი თანამშრომელი, მაგრამ ოფიციალური საბუთით მე არ გაუგებნებია ჩემთვის არავის. თუ იმიტომ გამანთავისუფლა გიორგი სურმანიძემ, რომ მე ვამხილე ეს ფაქტი, მე საზოგადოებას რო უთხარი ის რაც ხდებოდა ნომერ მე-6 საბავშვო ბაღში, მე პირადად მჯერა იმისი, რომ თუ არავინ არ დამიცავს, ქალბატონი მედია დამიცავს, იმიტომ რომ საჯაროდ თქვა, რომ მე ფაქტის მხილებელს სახელმწიფო დამიცავს. კანონდარღვევას იმას მივიჩნდით ქალბატონ ნათიას დანაშაულებრივი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტი რო დაემალა. აი მაშინ ვიტყოდი მე რომ კანონი დაარღვია მეთქი, იმიტომ რომ ის როგორც ჩემთვის ცნობილია მივიდა ქალაქის მერთან და აჩვენა მას რომ აი ბატონო ქალაქის მერო რა ხდება ჩვენს ბაღში და როგორი აღზრდელობითი პროცესი მიდის ამ საბავშვო დაწესებულებაში და ეს რაში გამოიხატება მისი მხრიდან რა დაარღვია, მაგრამ მე როგორც იურისტი ვერ ხვდები დარღვევის ფაქტს. არ ვიცი მე ჯერ გათავისუფლებული არის თუ არ არის. თუ ჩვენ ცნობილი გახდა რომ ეს პიროვნება არის გათავისუფლებული, რა თქმა უნდა, სასამართლოშიც ვიჩვენებთ და სხვაგანაც ვიჩვენებთ. ჩვენ მადლობა გადაუხადოთ მაია შავაძეს, რომელმაც ბათუმიდან მოგვაწოდა ეს მასალა და ჩვენ ახლა ხაზზე ყავს ბათუმის განათლების სამმართველოს უფროსი ქალბატონი ლამზირა ბოლქვაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქალბატონ ლამზირა, ჩვენ ვნახეთ ბაღიდან განთავისუფლებული ქალბატონზე სიუჟეტი. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რის გამო გაანთავისუფლეს ეს ქალბატონი სამსახურიდან? მინდა მე-6 ბაღში მოხდა ფაქტთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი თავიდან. ის რაც მე-6 ბაღში მოხდა, მერიას მიაჩნია, რომ დაუშვებელია. შესაბამისად, მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისმა ორგანომ, ამ შემთხვევაში ბაღების გაერთიანებამ და განთავისუფლდა ის დიდა, რომელიც ფაქტში იყო მონაწილე. ჩვენ ასევე მერიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნა კომისია, რომელიც სწავლობს ამ ბაღში არსებულ ვითარებას. ჩვენი მიზანია მთავარი რომ იყოს ბაღებში სრულფასოვანი და მრავალმხრივი განვითარებისათვის ყველა პირობა შექმნილი. ამისთვის მერია ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს და რა თქმა უნდა არ დაუშვებს რომ მსგავსი ფაქტები განმეორდეს. რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, კომისია როგორც უკვე გითხარით სწავლობს ამ ფაქტს და როცა კომისია მიიღებს საბოლოო დასკვნას და შეისწავლის არსებულ გარემოებას, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე. ქალბატონო ლამზირა, შეგიძლიათ გითხრათ ის რომ ჯერ არ არის ეს გადაწყვეტილება საბოლოო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ? არა, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, კომისია სწავლობს დისციპლინური ამ ფაქტს და როცა კომისია საბოლოოდ დადებს დასკვნას, ამის შემდეგ უკვე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ექნება უფლება მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. რა გახდა მიზეზი კომისიის შეკრებისა? მაშინ რატომ ამბობს ბაღების გაერთიანებული სამმართველოს ხელმძღვანელი ბატონი მამუკა შამილიშვილი, რომ არის კავშირი კადრების გავრცელებასთან და მისი სამსახურიდან გათავისუფლებას შორის?
დისციპლინური კომისია შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ ის ფაქტი, რომელიც მე-6 ბაღში მოხდა, არის ასე ვთქვათ, წინასწარი შეფასებით არის გადაცდომის წინასწარი შეფასებით კი არა, რეალურადაც ასე არის გადაცდომა და რა თქმა უნდა, დაუშვებელია მსგავსი ფაქტის ბაღებში მსგავსი ფაქტი, ამიტომაც მე ამ გადაწყვეტა, რომ შესწავლილი იქნეს, ანუ გაირკვეს ახსნა-განმარტებითი ბარათები უნდა ჩამოართვას ყველა იმ პირს, რომელიც თვითმხილველი იყო და თუ გამოიკვეთება გადაცდომის ნიშნები, როგორც უკვე თქვი, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. უკაცრავად შეცდომისთვის კავშირი ბატონ მამუკას არ უთქვამს, ის ამბობს უბრალოდ, რომ გადაწყვეტილია სამსახურიდან გათავისუფლება, მისი უბრალოდ საბოლოო ბრძანება არ არსებობს. განთავისუფლების თაობაზე მიღებული არ არის, უბრალოდ მიმდინარეობს შესწავლა ფაქტის დისციპლინური კომისიის მიერ და როცა უკვე საბოლოო დასკვნას მოგცემს დისციპლინური კომისია, მიღებული იქნება გადაწყვეტილებაც. თქვენ ახსენეთ, რომ მოკვლევა დაწყებულია ამ ბაღის შემთხვევაში და გასაგებია თვითონ აღზრდელის შესახებ თქვენი დაინტერესება, მაგრამ თვითონ იმ ადამიანზე, ვინც გადაიღო ეს კადრები, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნა და შემთხვევა საერთოდ დღის წესრიგში რატო დადგა, შეგიძლიათ გითხრათ? ჩვენ ფაქტს მთლიანობაში ვსწავლობთ, არა მხოლოდ ამ ქალბატონის მიმართ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ფაქტის შესწავლა და დისციპლინური წარმოება, არამედ ყველა თვითმხილველის მიმართ, ანუ იმ დროს, როცა ეს ფაქტი მოხდა მე-6 ბაღში, ჯგუფში იყო სხვა აღმზრდელებიც, იყვნენ აღმზრდელის თანაშემწე და მათ შორის ამ კადრებს იღებდა ქალბატონი ნათია. ნათია არის სხვა ჯგუფის აღმზრდელი, მისი მოვალეობა იყო ყოფილიყო იმ ჯგუფში და სააღზრდელო პროცესის სრულფასოვნად წარემართა. მან მიიღო საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და გადაიღო ეს კადრები, ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდა ამბავს, თუ თვლიდა, რომ და ნამდვილად ასე იყო, რომ ამბავშის უფლებები ირღვეოდა. კი, მაგრამ თუ შეესწრო, არ უნდა გადაეღო ეს მასალა, თქვენ როგორ ფიქრობთ, არ უნდა გაეხადა საჯარო კადრებით? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი გადაცდომა საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ბაღებში და თუ ხდება, რა თქმა უნდა, იგი უნდა მშობელსაც უნდა აცნობონ და შესაბამის ორგანოს, რა თქმა უნდა, თანხმობის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაუშვებელია მსგავსი ფაქტები და არ უნდა მოხდეს არანაირად და უნდა შესწავლილი იქნეს ეს ფაქტი აუცილებლად ბოლომდე და მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ბაღების გაერთიანებული იმის იურისტი უკვე იყო გაერთიანების იურისტი უკაცრავად უკვე იყო ბაღში მისული და თქვა რომ ის გათავისუფლებულია სამსახურიდან და თუ არ არის ჯერ ეს ასე, მაშინ რატომ მივიდა და რატომ გააკეთა ეს განცხადება? იურისტი არის ამავდროულად დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე და ის იყო მისული იქ რომ გაერკვია, ანუ კომისიის მუშაობა იყო და შეხვდა იმ თანამშრომლებს, რომელსაც შეეძლოთ მისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ ამ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ჩემთვის ეს არის ცნობილი. ქალბატონო ლამზირა, ჩვენ სიუჟეტიდან ვნახეთ, რომ ქალბატონი ნათია ოფიციალურად ბიულეტენზეა. რამდენად სამართლებრივად სწორი იქნება ამ დროს მისი სამსახურიდან განთავისუფლება, თუ კომისია ესეთ გადაწყვეტილებას მიიღებს? გადაწყვეტილებას მიიღებს ბაღების გაერთიანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ანუ კანონი არ იქნება, რა თქმა უნდა, დარღვეული. ეს ზემოაღნიშნული კომისია იკვლევს დისკრიმინაციის ფაქტსაც, ბავშვზე განხორციელებულ დისკრიმინაციის. ამ ფაქტზე მგონი ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში არის განცხადება გადაგზავნილი ჩვენგან. პირველივე დღეს მოხდა ეს. ვინ არიან ამ კომისიის წევრები, შეგიძლიათ გითხრათ? გაერთიანების თანამშრომლები არიან. და როდის იქნება საბოლოო დასკვნა? ამ დღეებში იქნება საბოლოო დასკვნა. ანუ კომისია სწავლობს ერთი მთლიანობაში ამ ფაქტს, რაც მოხდა იმ დღეს, თვითმხილველების გამოკითხვა ხდება, ანუ მოკვლევა ხდება იმ ფაქტისა, რომელიც მოხდა მე-6 ბაღში. მაშინ ბოლოს შეკითხვა, მე მგონი მაინც გაუგებარი დარჩა. კონკრეტულად ნაცია ცინცაძის გათავისუფლებაზე ეს კომისია მსჯელობს ახლა თუ არა საერთოდ და მთლიანად ფაქტზე არის მოკვლევა. აფასებს ფაქტს, რომელიც მოხდა, მიმდინარეობს ასე ვთქვათ მოკვლევა და ახსნა-განმარტებითი ბარათები ჩამოერთვა და სხვა ქმედებები ხორციელდება თვითმხილველთა შორის და მათ შორის ასე ვთქვათ თვითმხილველი არის ნათიაც ცინცაძეს, ამიტომ მთლიანობაში ხდება ამ საკითხის შესწავლა და თუ გამოიკვეთება რომელიმე თანამშრომლის ამ ბაღის გადაცდომის ნიშნები, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება. შესაბამისი დისციპლინარული სახელი თუ იქნება დისციპლინარული გადაცდომა მათ ქმედებაში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს
თუ როგორ განვითარდება ამ ბაღში მოვლენები, კონკრეტულად ეს ბავშვების თემა და ბაღში დისკრიმინაციის თემა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის და ჩვენ ვალდებული ვართ ვიცოდეთ ზუსტად თუ რა მოხდა იქ და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია საზოგადოებასაც.